ჩემს ახალგაზრდობაში იყო სადღაც 32 კომლი. ზაფხულის 32 და ზამთარში რჩებოდა დაახლოებით 10-15. მაშინ ცხოვრე იყო და შემოსავალიც იქიდან იყო, იცი? ეხლა მზესადაც მიდის უკვე აი ზევით წვერებზე, მან სთივდა ხალხი და მანდიდან ჩავაკონდა ორი ძროხის თივარო ჩემეგეტანა. ეს დიდი კაცობა იყო. აქედან ლარსი ჩემი დადიოდეს ცხენებით, ურმით. 6 ურემი მაინც გინდოდა და ერთი ურმის მატანას უნდოდა 3 დღე. ქოითა და ზევითაი. ზევით ხალხი ცხოვრობდა, ქოით ძროხები იყო. ერთი ხარი შენ გექნებოდა ერთი მე და გაზაფხულზე წყვილ შავაბავდით და მოიხნებოდა მთები. ნუ მთები იყო, მთას ყნავდით და ვაკე აქ არ არის. აი ეს ხეობა ხო არის? აი ეს მთა, აი ეს მთა. იგი მაგ მთის იქით და ერთი მთა და უკვე ინგუშებია. იგი გრიახლოსა. აგი მყინვარის იქით, იგი აქეთ მხარე ჩვენი არის, იქით ოსები. აქ მარტო ფიცხელაური ცხოვრობდა ჩემი წინაპარი და ეგ ქვა ვინც დასვინა ეგ მაგაზე დადო ეგ ქვა და ეს კედელი ააშენა. იმისი ნაშრომი მე როგორ გავყიდა იმ კაპიკებში რა ის თუ გადავა. ჩემთვის ეს არის ჩემი. ჩემი სულია შიგა, ჩემი გულია, ჩემი წინაპრების აშენებულია. და მკვდები, იცი, აი, ცუდად ხვდები, რომ ვიფიქრებ, რომ ეს არ იქნება. როცა ახალგაზრდა ვიყავ, ნუ დაახლოებით 10-12 წლის თუ შეიძლება ეგ მომენტია რა. თქვენთან ხო არის ბირჟა? რო შეიკრიბებიან და ბირჟას ეძახიან. ჩვენთან არის ერობანი. შორი ახლოს ვიდი, არ ვიცი რა ის თუ მოხდა ეგრე, ნუ გავიგონე. იცლებაო, სოფელი დაიცლებაო, მოვა დრო, დიდი დრო არ სჭირდებაო და ერთმა თქო, მეორემა და ის ერთი ამბობს, აი ეგ მაგყურებ, ეგ არ იკარგება ჩემი. დარჩებაო, მაგრამ მე ისმენანებაო, ბოლოს ვინც დარჩებაო და აი ამას დაინახავს. მე რა ვიცოდი რომ ეს მიქნებოდი. აი იკარგება ის აზრიც კიდავა, მე როგორც მტკივა, იმას ვერ ვიტყვი. არ შემიძლია, ნუ არ არსებობს ეგეთი სიტყვა, რომელიც აი ჩემს გრძნობას და ჩემს მდგომარეობას სიტყვით გამახატავს. არ არის ეგეთი სიტყვა. ადრე იყო ცხვარი და ძროხა. შენი შემოსავალი. ეხლა ცხვარსაც ძროხას არ მოუვლის. შემოსავალი არაფერი გექნებოდა, აქ რა ისეთი გაჩერდება. წაო, ეხლა ხალხს იჭერს აქ ტურისტი. თუ არ იქნება, აქ ხალხს რა უნდა? გაიცლება ბარასიზმი. არაშურო, ვერაფერი. ამას წამალი არა აქვს. როგორც მოხუცს არა აქვს წამალი. ორი ძმაკაცი იყო და ერთის დედა მეორე ძმაკაცი ისე მაგრა უყვარდა რომ აი მოკლედ გაგიჟებული იყო და ექიმთან მივიდა რომელიც გინდა წამალი იყოს როგორც გინდა ყველაფერს გავაკეთებო მარტო მაგას უწამლებო და მაგას ეგეთი ავადობა სჭირს რომ წამალი არა აქვს და რა ეგეთიო და სიბერიო დრო მოვიდა გულო და ეს ამას წამალი არა აქვს ადამიანი რო გაჩერდეს იმას უნდა ჰქონდეს სამუშაო რო იმუშავას და რაიღაც ჰქონდეს მაგრამ ეხლა იცი როგორა ხალხიც აღარა ეგეთი რომ მუშაობა უნდადეს ხელისუფლებაში უნდა იყოს ადამიანი რომელიც თავის თავზე კი არა ხალხზე იფიქრებს მე ვერ ვხედავ ეხლა აი ხო უყურებ ტელევიზორს და როგორ ხაი გამორთავ აღარ მინდა მაგის სიცქერა არის მან კაცი რომელიც დადგება და გეხელმძღვანელებს დიდი სიმით ზეიმით ჩავხვდე სააკაშვილს ხშიოდა და გაძღა ხალხი გამასწორდა მაგრამ ბოლოს რა იმოვიდა როგორც დაიწყა ნორმალურად დაემთავრა იცი თუ მეზობელი ხარ იყავ ჩემი მეზობელი და არა დამპყრობელი რუსეთის ხონაირად ვერ მაიქცევა იცით აღარ ვიცი როგორ გითხრა ის რომ მუხრანს მოვიშველი რომელსაც შენი მონობა მართებს ხარ ქვეშევრდომი როდესაც მისი
აღემატება ყოველგვარ სასჯელს, რაც კი ოდესმე ყოფილა სადმე კაცობრიობამ, რაც დღემდე იცის. არვინ არ შემოვა ეგრე რომ შენგრინდან არაფერი წაიხას. თუ შუქი არანთია, სოფელი მკვდარია. ეხლა შეშაღარ არის და თუ ბოლი არ ამოდიოდა, ესე იგი მიაკითხავდეს მაშინ რატომ ფეჭირტომან გაანთია. მიაკითხავდეს რომ მეზობელს რომ ბოლი არ ამოდის. კომლი ჩვენთან ხო ეგრეა? რამდენი კომლიო? ესე იგი კომლი ამოდიოდა. თავრობა ეგრე ამბობენ ისე რომ თავრობა იმ თავრობა ჩვენებერია. ბირჟავიკები. ბირჟავიკები. ადამიანს თუ არ ეშინია, შიში შეიქმს სიყვარულსა, ვიცი? პირველ რიგში უნდა ეშინოდეს. ეშინოდეს დასჯისა და ეშინოდეს სირცხვილისა. თავი არ შეირცხვინოს. ეგეც იპოვნი ახლა. შიში მარტო ის კი არა რომ გეშინოდეს რომ ტყვიას გესურიან. არა ვიზია. შიში იმისაც არის რომ არ დაკარგო რაც გიყვარს. და რა არ დაკარგა რაც გევალება. მოვალეობა მარტო ის კი არა რომ ფული აისესხე და გადახედა უნდა. არა. ადამიანი რო დაიბადა უკვე ვალი აქვს. სიკეთე დასწეს.